მოგესალმებით მეგობრებო, გამოვჩდი როგორც იქნა. მოკლედ, რამდენი დღეა გამოვტოვე. ისეთი სიტუაციები იყო, რომ ხამი აღარ გამოდიოდა, 1-2 ტელეფონი დამიშდა. მოკლედ, ახლა მოგიყვებით სოსოს ტელეფონის ამბავს. ანუ მე ხო ჩემ ტელეფონს ვუტოვებდი სახლში და თანამშრომლების ტელეფონებით ვეკონტაქტებოდი და ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს, იმიტომ რომ მაინც ახლა შეწუხება, შეიძლება დარეკვა ყოველ წელს და იცით, ჩემი ხასიათი, მე რამდენად ხშირად რეკავ სოსთან მარტო როცა სახლში, თან მით უმეტეს იმის მერე კიდე, როცა ის მოხდა ხანძარი მეზობელთან. ერთი წამით ეს გავავლო. ხო და არ მახსოვს, მე მგონი არ მითქვია თქვენთვის. ერთი წამით ყავას ვაკეთებ და თან მოკლედ არ მითქვია თქვენთვის, რომ ვანდამ იყიდა ახალი ტელეფონი. შეიძლება ვთქვი კიდევაც, აღარ მახსოვს მეგობრებო, ამერია ყველაფერი დღეები. ახალი ტელეფონი იყიდა, ანუ iPhone შემდეგი ისა რა გამოშვება ვანდამ და ძველი iPhone რაც ქონდა, ის რომ გავიგე რომ იყიდა, მეთქი თუ არ გჭირდება მათხოვე მეთქი რა და გათხოვებ კი რომ დაჩუქებო. ისე გამიხარდა მეთქი დროებით მაინც რა ეკნება სანამ შევუკეთებ თქო თავის ტელეფონს და მოკლედ ჩემი ტელეფონი კი ჩავიგდე ხელში. იდეაში მე რაღაცა ახლა პატარა კადრებიც გადავიღე, მინდოდა რომ მიმემატებინა რაღაცა გადამეღო ის ამეტვირთა ვიდეო, მაგრამ რაღაცნაირად არ გამოვიდა და მე კიდე არ მიყვარს თუ შემატყობთ ძველი ვიდეოების დადება. ანუ ძველი ვიდეოებს რაც ვიძახი წინა დღის, იმის წინა შეიძლება რაღაცა ფრაგმენტად ჩავსვა ხოლმე, მაგრამ მაინც რაღაცნაირად უფრო ახალ-ახალი ცხელ-ცხელი ვიდეოების დადება მიყვარს. ხო და სარწყი ჩავთე ის კურტკებს ვრეცხავ და მე ის პლედი მაქვს შესაგდები. მოკლედ გაფი მაბრაზებს ძალიან, იმიტომ რომ რაღაც ძალიან დაეჩვია დივანზე ასვლას და პატარა შეაკეთებს ხოლმე და უკვე მე ისე ვატყობ, რომ ეს დივანი უკვე უნდა დავემშვიდობო და გადავაგდო. ახალ დივანზე უნდა დავიწყო ფიქრი და სოსო იძახის, მე რომ ახალზეც რომ რაღაცა ქნასო. ხო, რას ვამბობდი, მეზობელმა დამირეკა, ეს კატას საჭმელი მოუტანა ჩემ კატებს. გადი ახლა აქედან, გადი მაცალე ცოტა ხანი ვიდეოს ჩაწერა და მე რაც გინდა ის ვთხოვე. ხო, რას ვიძახი ტელეფონზე და მოკლედ რო არ გავწელო ეს ტელეფონის ამბავი, სოსოს აქვს ვანდას ნაკონი ტელეფონი და ასე ვაქო და ის მეთქი, ანუ ვერ გადავიღე რაღაცნაირად არ მომიხერხდა. მე სამოხანს ან ძალიან დამჯდარი მქონდა და ვერასწრებდა, ეხლაც არა მაქვს დიდად დატენილი ეს ინტერნეტი უნდა გამეთიშა. დიდად არ მაქვს ეხლაც დატენილი ტელეფონი, მაგრამ მინდა მოვასწრო პატარა ვიდეოს ასე ვთქვათ ჩაწერა მაინც. დღეს მეგობრებო, არ ვიცი გუშინ როდის იყო, რაღაცა მაწყინა თან შემაცია და მოკლედ პატარა ვიდიეტე დღეს. ანუ ვიყავი მოხარშულ კარტოფილზე, კარტოფილზე მე კარტოფილს მივერთმე, როცა ვერ ვარ კარგად ხოლმე. ასევე ლეომიცეტინი, ასევე ნახშირი, რეგიდრონი, გლუკოზა, ანუ შაქრის ისა რა. მაგრამ არაფერმა მეგობრებო ისე არ მიშველა, არ ვიცი რა ჯანდაბა მეტაკა.
ეხლაც მთლად ვერ ვარ წყობში, მაგრამ ეხლა სახლში ვარ. და სოსომ უკვე 2 თუ 3 დღეა მეხვეწება, ისო ნამცხარი რამე ტკბილი მინდაო და ამოვიტანე 1-3 ნაჭერი ეს მგონი ტკბილი ქვეყნისაა თუ რაღაცა ეს ნამცხრები რო იყიდება იმაში. ხო და ნახავ ეხლა გავსინჯავ რანაირია. რაღაცა მშრალი მეჩვენება. პრინციპში მეც რას უნდა ველოდო ეხლა იმისი კოლოფების ნამცხრებს. სახში გამომცხარი მაინც სხვა არის. რა უშავს სხვათა შორის. ეს ცოტა ხანი რო გააჩერო, უფრო დარბილდება. ახალი საერთოდ ესეა ხოლმე. მოდით თან ყავას დავაწყავ. და ეხლა ეს მიხუდა. ამისთვის საჭმელი მოიტანეს. გაფიდა ჟილია. ეგრეთ წოდებულ პერენოსკაში მზის. იმიტომ რომ ზედმეტები მოუვიდა. მართლა ზედმეტები მოუვიდა. უკვე აღარ შემიძლია. დომესტოსით, აცეთი, რა ვიცი, რითი არ რეცხავდა, ხერხავ ამას და კი, ვასუფთავებ ყველაფერი, მაგრამ რა გინდა, მეორე მესამე დღეს ისევ რაღაცა უნდა მოელანდოს. არ ვიცი რა ჭირს, აი ძალიან უწესო კატად გადაიქცა. ადრე არ იყო ესე, ადრე ჩვეულებრივად სამეფოში შედიოდა და პატარასაც და დიდსაც იქ მოისაქმებდა ხოლმე. გამოჩემებული აქვს რაღაცნაირად პატარა უნდა მოისაქმოს ხოლმე. კიდევ კაი რომ პატარა და არა კიდე რაღაცა ის. ასე რომ უკვე ამ დივანს ვუყურებ ისე. ვინც მისურვებთ ჯანმრთელობა, დიდი მადლობა. ხო, და რა უნდა მეთქვა კიდე? მე ცოტა გადაღლილი ვარ გონებითაც, იმიტომ რომ ყოველ დღე ერთ იმაში ვარ, ასე ვთქვათ, ერთ სიტუაციაში და ხო, ეკა და მაკა მოკითხვა აქედან. გავითვალისწინე რჩევა და რო დამინახეს, რომ ბოტასებით ვიყავი სამსახურში, რა თქმა უნდაო, ფეხებიო, ცუდ დღეში გექნებაო, მართლა, აი, დიდი მადლობა, მართლა ესეთი რჩევისთვის. მანამდეც კი მეუბნებოდნენ, მაგრამ რატომღაც ეკა და მაკას რჩევა უფრო მივიტანე ბულთა. და ვიყიდე მეგობრებო სამედიცინო ესეთი ქოშები. ეტყობა არის ორთოპედიული, შიგნით მაინც რაღაცა ვატყობ რაღაცნაირი ისა, ფორმა აქვს რა სპეციალური მიცემული და ამითი რომ დავიწყე სამსახურში სიარული გეფიცებით, ფეხებს საერთოდ ვერ ვგრძნობ, თითქოს დავფრინავ. მაგრამ ეხლა მუხლები. ანუ ტერფები და ის მომიგვარდა, აღარ მტკივა, საერთოდ არ მტკივა. ვერ ვგრძნობ, ანუ დატვირთვას ფეხზე. მაგრამ მუხლები რატომღაც, არ ვიცი, ახლა თან ფიქრობ რაღაცა ისეთი არის სამედიცინო ესეთი ბანდაჟები ვით ამ მუხლებისთვის, მაგრამ ზაფხულში ვერ ჩავიცვალ თავისთავად, ეხლა კიდე შემიძლია. ხო და ესე მეგობრებო, ესეთი გაწამატიაში ვარ. ხო და დილას, როგორც ყოველთვის, ანუ ვიღვიძებ 9-ის ნახევარზე, სანამ რაღაცა იქ ყავა მინდა, რაღაცა მინდა, იმიტომ რომ უცბად არ მიყვარს სახლიდან გასვლა, ცოტა მინდა რომ სახლში ვიგრძნო ხოლმე. თავი, ანუ მთელი დღე რომ სახლში არ ვარ, რაღაცნაირად მენატრება ხოლმე ახლა სახლში ყოფნა. თან იცით, მე რომ ძალიან სახლის ადამიანი ვარ და შესაბამისად ხო, ისე რომ ვუკვირდები, ეს სამსახური იმდენად მულოდნელი იყო ჩემთვის, აი თამუნას ხო, ნუ თქვი სახელი არა უშავს, არ გამიწყება იმედი მაქვს, ჩემი მეზობელი, მოკლედ რომ მითხრა, მოდიო ესე ნახოთო, რაღაცნაირად ისე პატარა ბავშვები ვით, ესე მივედით და
ისე მოხდა, რომ აი ძალიან უცბად დავსარქმდი. არც მქონია ესეთი ფიქრადაც კი არ მქონია ეს სფერო საერთოდ და ესეთი ანუ არც მიფიქრია რა დატვირთვა იქნებოდა როგორ აი უბრალოდ რა სამსახური და всё. და ესე მოულოდნელად დავიწყე აქ მუშაობა. ხო, ახლებისთვის ვინც ახლები ხართ და არ იცით სად მუშაობ, ეს არის ჩვენთან ახალი გახსნილი კაფე სათაფლია ძალიან აი მართლა კარგი კაფე რესტორანი, ანუ კაფე რესტორანი ესე დავარქმევდი, იმიტომ რომ არის ფაქტიურად ყველა კერძი, ანუ ხინკალი, მწვადი, ქაბაბი, და ვიცი კუპატებიც, ну აი ქართული სამზარეულო თან იმერული და ну მოკლედ სულო და გულო. ხო, მაქვს ჩემი ფავორიტები, ანუ იმიდან კერძებიდან, მეთქვით. ხალე ჩამოვკიდა ეს სამეკვას რომ ყოველ ხოლმე. ну პირველი და განუმეორებელი უკვე მერამდე ვამბობ და გავიმეორებ კიდე და არ მომბეზრდება გამეორება და სხვათა შორის მე კიდევ ცოტა სკეპტიკურად ვიყავი მაინც რაღაცა კუთხით განწყობილი რომ ხო არის ეს ტრადიციაა უკვე ეს ჩვენის არ ვიცი ეს ქართულია თუ ზოგადად სხვა ქვეყნებშიც ხდება არ ვიცი ვერ გეტყვით მე ვიძახი საქართველოზე რა რომ საერთოდ თავიდან რომ რაღაცა გემრიელია და რაღაცა მე დროთა განმავლობაში თითქოს ხარისხი კლებულობს და რაღაცა იცვლება ხოლმე. აი, რასაც ახლა ვუყურებ რა, რამდენი ხანია ერთი თვე შესრულდა, ხო, დაახლოებით ერთი თვე შესრულდა. აი, გეფიცებით როგორც პირველ დღეს, ისეთივე ხარისხიანი და გემრიელი კეთდება ხინკალი და მართლა საოცარი ხინკალია, ну, ეხლა იცით რა არის გემოვნებაზე არ დაობენო იძახიან, მაგრამ ეს არის ისეთი ხინკალი, რომ უმრავლესობას მოეწონება და 1-2 შეიძლება გამოერიოს ისეთი, რომელსაც აი უფრო სხვა სტილის მოსწონს, მაგალითად სოფელში რო აკეთებენ, თქვათ ისეთი რაღაცა აი ცომს რო ეტყობა, რომ ცომია. ანუ პროფესიონალის დამზადებული რო არ არის, ხვდებით, აი რაღაცა ისეთი სახური რა. და ეს არის მაინც კაფე რესტორანი, აქ უნდა იყოს პრეზენტაბელური, უნდა ლამაზიც იყოს და თავარია გემრიელი და ну მოკლედ ესეთი სიტუაციაა და ეხლა მე ამას რომ ვჭამ თან არ ვიცი, იმედია სიტყვა არ მიყვარს. მოლოდინი მაქვს რომ არ მაწყენს და თან ვფიქრობ რომ რახან ტკბილია უფრო შეიძლება მარგოს კიდევაც არ ვიცი ნახოთ. ხო და ესე მეგობრებო შევხედავთ კიდე დრო წინ არის შეიძლება რაღაცა ვთქვათ სიტყვაზე მენიუში კიდე დაემატოს რაღაცა ხო მწვადიც ძალიან კარგია ну აი რასაც ვუყურებ აი იქვე რომ მზადდება ზოგიერთი რესტორანში მე ვიცი რომ აქვთ გამზადებული ანუ ხინკალი გამზადებული ჩვეულებრივად გამზადებული და მაცივარში აქვთ გაყინული იქიდან გამომდინარე რომ დავხმარე ხელი შეიძლება არ ყოფნით რომ უცბად აქ არის ესე ანუ როგორც კი შეკვეთა ხდება იქვე ხდება ანუ ხინკლის ამოხვევა ხელით ყველაფრით ანუ რა თქმა უნდა ხელთათმანები ეს ერთჯერადი ხელთათმანები როა იმითი ეს კეთდება ყველაფერი და ანუ ახალი ცხელი რო იტყვიან ესეთი მიდის მაგიდესთან და ბევრი რესტორნები ასე არ აკეთებენ ვიცი ზუსტად გაყინული აქვთ მაცივარში და მერე გამოიღებენ და ხარშავენ ესე და მოკლედ ეს ის ამბები
აი, მეგობრებო. ვიცი ვეცდები, რომ ცოტა პატარა ფრაგმენტები სამსახურიდანაც უფრო შინ სამსახურიდან არა. მაინც არ მინდა ახლა დაუკითხავად გადავიღო რამე. ძალიან გულით მინდა რომ გაჩვენოთ ის ატმოსფერო ყველაფერი. ეკადამაკას ნახე აქვს, ძალიან მოეწონათ. და ისე ახლა გარეთ შემიძლია ახლა ხანდახან გამოვდივარ და ვთქვათ ცოტა აერზე და გადავიღო და ვილაპარაკო და რაღაც პატარ-პატარა ვიდეო. ესე მეგობრებო, კარგით. ახალი ისეთი არაფერი არ არის. გარდა იმისა, რომ სოსოს კლასელები მიდიან ექსკურსიაზე, ჩვენ ვერ მოვახერხეთ და ფიზიკურად ანუ ვერც სამსახურიდან გავენ თავისუფლო, იმიტომ რომ ერთი დღე ახლა მჭირდება, სოსოს დაბადების დღეა 5 რიცხვში და ამიტომ ფიზიკურად, ანუ ახლა ჯერ ესა, მერე ისა და ისა, ესე არ არის, ესე არ ხდება. ხო და მოკლედ ესეთი ამბები გვაქვს. კი მინდოდა რა თქმა უნდა, მაგრამ მთელი ერთი დღე გვჭირდება ახლა ექსკურსიაზე რომ წავიდეთ. მთელი ერთი დღე დაგვჭირდებოდა თავისთავად. ანუ ხო, შაბათ-კვირას ვისვენებ მეგობრებო. ყავს ახალი თანამშრომელი, რომელიც შაბათ-კვირას მუშაობს და ანუ მაქვს საშუალება რომ ამოვისუნთქო ხოლმე რა, 2 დღე დავისვენო. ახლა გამომივიდა ერთი დღე დასვენება, იმიტომ რომ ახალი მოსული იყო და ესე დაემთხვა რა, მოკლედ. ხო და ახლა შაბათ-კვირას ცოტა შეცვლა მოგვიწევს, იმიტომ რომ სოსოს დაბადების დღის გამო უნდა გავუცვალო და მოკლედ 5-ში 5 რა დღეა დედა? 5 რა დღეა? 5 რიცხვი, 5 მაისი რა დღეა? ორშაბათია, ნახე. გონი ორშაბათია. დღეს სამშაბათია. ხო, ну მოკლედ შაბათს მინდა რომ ანუ მე ვიმუშაო და კვირას და ორშაბათს ანუ დავისვენებდი. ხო და ну არ ვიცი ახლა ალბათ აუგნიშნავთ ისე ტორტი იქნება რაღაცა მოვლენ მოლოდინი მაქვს მოვლენ ვანდა თავისი ძმა და მოკლედ ესეთი ამბები. კარგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით ახლა მინდა ცოტა დასვენება სახში. ახლა ალბათ კიდევ იფიქრებენ კიდევ რატო დგეხარ. ფეხზე დაჯექი და ისე ელაპარაკე, ну რაღაცნაირად მგონი ჩვევაში ჩამიჯდება ეს ამბავი და ახლა რა ვთქვათ, რომ საერთოდ არ ვზივართ ხო, მოგატყუებთ. არის საშუალება, როცა არის მაგისი დრო, ვждებით, ვისვენებთ. ну მოკლედ ესეთი ამბები. კარგით, აბა არ შეგპირდებით, აი ხო ვფიქრობთ. დიდი ალბათობით ხვალაც გადავიღებ პატარა ვიდეოს მეც გადავიღებ. მოკლედ კარგით, აბა დროებით გავყოცით.